თემა დახურულია და აქ. დიახ, ასევე არის საუბარი რამას ახვლედიანზე, რომელიც ლისის ტბის ტერიტორიაზე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს მას დაათმობინეს ეს ტერიტორია და შემდეგ ეს ტერიტორია თქვენ იმ ხელისუფლებამ გადმოგცათ. მოდით, მისი ადვოკატის კომენტარიც მოვისმინოთ და მე ვუპასუხებ. კარგი მომზადებულები ხარ და მინდა რომ ყველა მაჩვენოთ ეხლა რომ ეს ყველას გავცოთ პასუხი. კარგი საშუალება მეძლევა რომ ესე იგი ამ ორკესტრირებულ ეხლა მე მივხვდი სადაც რაც ხდება რომ ამ ორკესტრულ ესე თქვა კლასიფიცირებულ ამბავს უპასუხოთ კარგად. თუ არის საშუალება კომენტარის რომ გაუშვათ ეთერში. კი, აბა გისმენთ.აშენგომ რაც შეიცვალა ხელისუფლება ჩვენ 2012 წლის დეკემბრიდან მოვითხოვთ ლისის ტბის წართმევის საქმეზე გენერალური პროკურატურისგან მიუკერძო და ობიექტურ გამოძიებას და რაც მთავარია მოვითხოვთ მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით გამოკითხვას სამწუხაროდ ქართული ოცნების ყველა პროკურორი და ყველა პროკურატურა ვარს ამბობს მამუკა ხაზარაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით მაშინ როდესაც ის ლისის ტბის დათმობის თემასთან მიმართებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტია და შესაბამისად მამუკა ხაზარაძე წლებია საუბრობს ლისის ტბის განვითარებაზე და გადახდილ თანხებზე, თუმცა არ საუბრობს თუ როგორ მოხდა ლისის ტბა მისი კომპანიების ხელში და ჩვენ უკვე მრავალი წელია მისგან მოვითხოვთ საჯარო პასუხებს ლისის ტბის განვითარებაში მისი ბიზნეს პარტნიორის რამაც ახვლედიანის მიმართ გამოხატულ არაკეთილ ინდივიდუალურ დამოკიდებულებებზე ის როგორც ბიზნეს პარტნიორი არაკეთილ ინდივიდუალად მოიქცა და შესაბამისად ის სავარაუდო დანაშაული რომელიც სახელმწიფოსთან ერთად ისმა ბიზნეს პარტნიორმა მამუკა ხაზარაძემ ისიც წართმევის საქმესთან დაკავშირებით თავისი წვლილი და მონაწილეობით თავისი დუმილით და უმოქმედობით იმ წლებში ჩაიდინა დღეს გამოუძიებელია აი მოკლედ თქვენ ამას სერიოზულად უსმენთ? არა, სერიოზულად ვუსმენთ, მაგრამ რა ისაუბრა, აბა მითხარით, ორი სიტყვით გამაგებია და მე გეტყვით ესე თქვა რა მოხდა მე მაინტერესებს თქვენი ინფორმაცია მაინტერესებს. თქვენ დაალოცელებო მთელი ტელევიზიების პირველად საქართველოს ისტორიაში 180 მილიონი $ზე აუწიეთ ხელი ლისის ტბის შეძენაზე ღია აუქციონში 3 კონკურენტი გვეჭდა 3 უცხოური კომპანია. ამ ფაქტს უარყოფთ თუ არ ვარ. ხო გახსოვთ? აბა რაზე არის საუბარი? ანუ ადამიანი ამბობს რომ წამართვესო და მისცეს სასამართლო ხო დაამთავრა იქ სადაც თადუმაძის მეუღლე ადვოკატად ყავდა ამ ხალხს აყვანელი. ხო დაამთავრა სასამართლო. მამუკა ხაზარაძე რა შუაშია? ხო მოიგეს სასამართლო. განახორციელონ. განახორციელო ხო გუშინ წინის წინ მოიგეს ეს სასამართლო. რას ღაბრებს ყვებიან ესენი ამიხსენით რა 180 მილიონი $, ჩემი ამოიღეთ ეხლა რიც 2007 წელია თუ რაღაცა როცა ჩვენ ვიყო ამაზე სიუჟეტები კი არა ეს იყო ყველაზე დიდი აუქციონი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იმიტომ რომ ქონდა ბიზნეს გეგმა და 100 მილიონობით არის ჩადებული დღეს ლისის განვითარება მსგავსი განვითარება სხვათა შორის არ ყოფილა არსად საქართველოსზე არა მაგ ლაპარაკი 15 ესე ვთქვათ ლონდონში მედალი აქვს მიღებული ამ განვითარებაზე დაგუგლეთ მე მინდა მოსახლეობას უთხრა მწვანე ქალაქი ლისი ნახეთ რა გავაკეთეთ და ამ ხალხმა ხო მოიგო სასამართლო ხო ოცნების დროს მოიგო სასამართლო ეხლა აქ ჩვენ რას ვარჩევთ ანუ იყო ასეთი შემთხვევა მართლა იყავით არა მე კიდევ მეორე ფრახა ან მელაპარაკეთ იურიდიულად მე გეუბნებით ორ ფაქტს ერთი ფაქტია რომ ჩვენმა კომპანიამ საერთაშორისო კომპანიამ სადაც ევრობანკი იყო დამფუძნებელი სოფლიო ბანკის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია დამფუძნებელი ჩემი ხელმძღვანელობით აუქციონში მიიღო მონაწილეობა და 180 მილიონი $, ესე თქვათ ამ რაოდენობის თანხით მოუგო ებრაელ ესე თქვათ პარტნიორებს, უბრალოდ ჩამოყვანილ პარტნიორებს უცხოეთიდან, პარტნიორებს კი არა, ინვესტორებს უკაცრავად მოუგო აუქციონი. რა საქმეზე არის საუბარი, იქნება ამიხსნათ.